ისევ დაბრუნდა პირდაპირ ეთერში და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მაყურებლები გაფაციცებით ხედან და ელოდებიან აი აქ პატარა მოამზადა ნანიკომ დაფა. სახელდახელოდ ცოტა გვერდლულად არის ხაზები, მაგრამ მე მომიტევეთ. სულ რამდენიმე წუთი ქონდა და ეჭვი მაქვს, რომ ყველას დავაკმაყოფილებთ 12-ვე ჰოროსკოპის ნიშანს, ხო? კი, აბა. კარგი, მოდი ახლა დავიწყოთ ზოგადად, როგორი წელი გველის. ხო, ეს წელიწადი უკვე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მინდა გითხრათ, რომ აი მრავალფეროვანია, ხო, მამალი თავის ფერებით. აი ესეთივე მრავალფეროვანი იქნება, ოღონდ ვერ დაგპირდებით, რომ იქნება მხოლოდ დადებითი, ნამდვილად არა. უარყოფითი საკმარისი გვექნება, იმიტომ რომ 3 წლიანი ყოველთვის ცვლილებების პერიოდია 12 წლიან ციკლში ეს არის. როცა ჩვენ გვაქვს თხის წელიწადი, მაიმუნის და მამლის. ეს სამი არის ცვლილებების, რევოლუციების. ართან ახლა როგორი მაიმუნის იყო, მაიმუნი სასტიკი, ხო, იცით თქვენ რომ ეს ცეცხლის სტიკის მაიმუნია. ეხლა ამას მოყვება კიდევ მამალი, ეს 3 წელი არის სერიოზული რეფორმების პერიოდი. ყველა დონეზე. აბსოლუტურად, ამიტომ ცვლილებები ლარს ღირსება რამე რეფორმა რო ახსენეთ ახლა. ლარს ჯერ არა. ლარს ღირსება წლის ბოლოსკენ, როდესაც სოფლიო მასშტაბით დაიწყება უკვე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა და ნელ-ნელა დასტაბილურება, აუცილებლად მოხდება ეს დასტაბილურება, ოღონდ იქით შემოდგომის შემდგომ. იქამდე ჩვენ კიდე გველის რასოკვირია სერიოზული სტაგნაციები, პრობლემები, ინფლაციები, განსაკუთრებით პირველი ნახევარი და აი პირველი 4 თვე ძალიან რთულია. იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი. მარტი, აპრილი. ხო, აქ გახსოვდეთ ინფექციური დაავადებების ალბათობა და ეპიდემია წინა გვაქვს დაახლოებით შუა გრიპების და შემდგომ იანვრიდან. კიდე წინა გვაქვს? კი, აბა ჯერ სად არის ეხლა დავიწყეთ სუფიკო. ამიტომ რთული პერიოდი გვაქვს წინ ამ ხრივ ჯანმრთელობას მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ. არავით არის სერიოზული ბიზნეს საქმეები მე არ ურჩევ მაგალითად პირველ 4 თვეში. ბატონო მიშა, ლარზე მე რო არ დამავიწყდეს, ჰოროსკოპით ვინ არის ლარი? როდის გაჩნდა? რამდენად მე მახსოვს სასწორია და ამიტომაც როგორც ჩვენი მთავრობა 95 წლის ოქტომბერში არ უყურებს არასოდეს იმას, როდის რა იბადება. დაიბადა. ხო, და დაიბადა სასწორი აიწონა, ამიტომ ხან ერთ მდგომარეობაში ვიქნებით, ხან მეორეში და სტაბილურობა გვიჭირს. მე მგონი ყველა ფული ერთსაერად დაიბადა, იმიტომ რომ ევროცესი არის ახლა, ფუნტ სტერლინგი წესია, ამიტომაც არსებობს სტაბილური ნიშნები, ხო? როგორც არის მორიელი და კურო მაგალითად, ხო? მე ვარ და მით უმეტეს სულ კარგად მართავს საბანკო ფინანსურ სფეროს, ხო შეიძლება დაუბადოთ ან მორიელში ან კუროში, რომ სტაბილურობა დაიბედოს დაბადებისთანავე ვალუტამ. რომელია სტაბილურები კურო და აგერ მორიელი ვარ ყველაზე სტაბილური. ანუ 23 ოქტომბრიდან ლომიც არის სტაბილური, ოღონდ ლომი არ განაგებს ფინანსურ სფეროს. აი, რომელიც განაგებს ფინანსურ სფეროს. მაშინ გამოიგონოთ ახალი ფული, როცა ფინანსურად სტაბილურია უარეს გეტყვით. ჩემო კარგებო, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, როდის დავიბადეთ, შეგეძლიათ მითხრათ? მე ვიცი რომ ლომი ვართ. არა. ეს ასტროლოგიურად იცი. ხო, მე გეუბნე კონსტიტუციურად, როდის ვარ დაბადებული? კონსტიტუციურად საქართველოს როდის დაიბადა? ხო. აკაც გაურება გვაქვს. არა, ჩემო კარგებო, დამოუკიდებლობა. არა, რომ ვიყოთ რა გვიჭირს. დამოუკიდებლობა გვაქვს 2 ნონსენსია მსოფლიოში. 9 აპრილს 1 9 აპრილი ხო და 26 მაისით ყუპები. ესე იგი რომელი ვართ? რო ავირჩიოთ ერთ-ერთი და სტაბილურად. სად არის ავირჩიოთ, მაგრამ არავინ დავაზრქვათ დამოუკიდებლობის დღე. ესე იგი ჩვენ გვაქვს 2 დაბადების დღე. ერთი გვაქვს აღდგენა და მეორე გვაქვს დამოუკიდებლობა. რა მნიშვნელობა აქვს? რომელია ორივეს ვიხდით. ორივე გვაქვს დამოუკიდებლობის დღე, ხო? ეს აბსურდია. უნდა შეწყო. ორი ახალი წელი არ გვაქვს? ეხლა ამიტომაც ვართ გაორებულები და რა გინდათ ლარისგან ხანასი ალთას ხან ბალთას. არა, ლარი რატოა გაორებული? ლარი დაიბადა 95 წლის ოქტომბერში. ხო, სასწორი. აი, გაორებულია ხან აიწონაშია, ხან დაიწონა რა არ მოგწოთ მაშინ ეზუსტად. ბატონო, გამოსავალი რა არის? მარტო საქართველოს ცალკე არაფერი არ ეშველება, ეს გლობალური პროცესია და დამოკიდებულია სხვადასხვა რაღაცეებზე. მთელი მსოფლიო ამ დღეშია. ასეთი სიტუაციები ხდება, აი გუშინ წინ დღეს საშინელი ტერაქტები, კვლელობები. მარტო იმას რა, ვიღაცები ფულს აკეთებენ. არა, ნუ ცხადია. არ დავასახელოთ და აქენა გავნა ვაბრალებთ ახლა რასოკვირ ჩვენ გვაქვს ახლა მიზეზი დავაბრალოთ ევროპას და ვიღაცას და. არა, ვარსკვლავები რას გვეუბნება ბატონო მიშა, როდემდე გაგრძელდება ეს გაურკვეველი? გაგრძელდება დაახლოებით შემოდგომამდე, იქამდე არ იქნება ესე მშვიდად. გადავრჩებით? ხო, და მე უკვე ნელ-ნელა კრიზისიდან გამოდივართ და ნელ-ნელა. არა, ეს ლარი და მე ვიძახი ამ ზოგად არეულობას. რაც ხდება დღეს? სანამ არ დამთავრდება მამლის წელიწადი,
ესე იგი ეს იქნება მომავალი წლის თებერვალი, იქამდე სიმშვიდეს ნუ ელოდება. მეტნაკლებად დამოკიდებულია მსოფლიოს ბედი ამერიკის პრეზიდენტზე და ტრამპისთვის კარგი წელი იყო წელს და ხო არ იცით როგორი წლები აქვს შემდეგი დამშვიდებით არ არის ცუდი წელიწადი და ნელ-ნელა სიტუაცია დაიწყებს გაუმჯობესებას, ოღონდ ნელ-ნელა მას თავისი ინერციული ძალა აქვს. ჯერ კიდე კონფლიქტები გაგრძელდება, იმიტომ უნდა გავიწყდეთ რომ მამალი მაინც აგრესორია თავის ბუნებით. კი, მართალია ის დილით გვამცნობს მზის შემოსვლას, მზის დაწყებას და სინათლის შემოსვლას და კი ბატონო ნათელი ძალების აპოლოგეტია მთლიანობაში, მაგრამ ბუნებით აგრესიულია. ვინ არის ჰოროსკოპით? თუ არ ვცდები 14 ივნისს არის დაბადებული 46 წლის. ვინ? ტრამპი. ნახე ტრამპის დაბადების ტყუპების საათიც ზოდიაქოს კი ის. ნიშანია, კი ბატონო. რისი? ტყუპების ტყუპები. ზოდიაქო. ისიც ტყუპები. ხო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება გარკვეული კონფლიქტების დაძაბულობა, მით უმეტეს პირველი 4 თვე, აუცილებლად არასტაბილურობა მით უმეტეს პირველი 4 თვე, აი მე გეტყვი ხა ჩვენი მთავრობა ეიფორიულ მდგომარეობაში არჩევნების მერე, კმაყოფილები არიან ცხოვრებით, დიდ შეცდომებს დაუშვებენ ამის შედეგად, იმიტომ რომ არასწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ეხლა, ამიტომ პირველ ნახევარში უკვე თქვენ დაინახავთ, მოუხდებათ რაღაც კომპრომისებზე გასვლა, იმიტომ რომ საზოგადოება აბუნტდება, არასამთავრობო ორგანიზაციები. გამოვალთ გარეთ ხალხი, ანუ ამას გულისხმობთ. გარკვეულწილად დაძაბულობა ისე მოემატებს, რომ ესენ იზოლებული იქნებიან, რაღაც ცვლილებების შემოიტანონ აუცილებლად. ეს პირველ ნახევარში. მეორე ნახევარში ძლიერდება სამხედრო სტრუქტურებისადმი დაინტერესება და სამხედრო სტრუქტურების გავლენა მთავრობაზე. ჩვენთან პირველ პლანეტარული მასშტაბით. და მოედომებს ზოგიერთი ხوار დაუპირისპიროთ ეს აზრი გაუჩნდება ეს სამხედრო სტრუქტურები დაუშვათ აი უკმაყოფილო მასებს. ხო, მაგრამ ნუ კარგი იქნება ეს ძალიან სერიოზული ხო, ამიტომ დაძაბულობა ჩვენ გვექნება სხვადასხვა სახით. ეს არ მიგვიყვანს ჩვენ არც სისხლის გრამდი, არც პრობლემა. ჩვენ რა ვქნათ ჩვენ. მაგრამ დაძაბულობა მირისით თქვა მინდა რომ მაინც მზად იყავით მამალია სანამ ძაღლი არ შემოვა ამის 1 წლის მერე იქამდე სიმშვიდე ჩვენ ნაკლებად გვექნება. მანამდე სედატიურ წამლები მივიღოთ და დავიждეთ და წამლები არ ვინდა. დავიწყოთ მაშინ. არავით არის წამლები, ვიმხიარულოთ, ერთმანეთს პატივივცეთ და ვიაროთ სიყვარულის გზით. კარგი, ეხლა ბატონო მიხეილ დრო დადგა დავიწყოთ ვერძიდან, მე ხელში მიჭაო 3 ფერის ფლომასტერი, წითლით აღნიშნავ ალბათ ძალიან პოზიტიური ვისაც იქნება მწვანეთი, ნეიტრალურ, შავი თქი ნეგატიურს. ერთი რამე მინდა კარგი გითხრა, ის საინტერესოა. კარგი წელიწადია სერიოზული სასკვარულო პარტნიორული ურთიერთობებისათვის, ვით რომ მაიმუნი უფრო კარაფშუტა იყო და ყველასთვის. არასერიოზული დამოკიდებულება ქონდა სიყვარულისადმი, მამალი უფრო სერიოზულია, თან გამრავლებას უწყობს ხელს. ოღონდ ერთი მომენტია, ქალბატონებს უნდა ქნებათ შეგრძნებათ, რომ ტანსაცმელი არ აქვთ. ეს უავს ქალბატონებს აი გამზაფრება ეს და მამაკაცები მზად იყვნენ ამისთვის. ნუ მოემზადეთ მეგობრებო, დიდი სიყვარულის წელი მოდის ყველაფერთან ერთად. დავიწყეთ ვერძი. უტანსაცმლობას აიტანს. ჩვენ ყავს რამდენიმე ფავორიტი, ძალიან ვარ გაწვალო, შემიძლია პირდაპირ გითხრათ. წითლი დავიწყებ, ესე იგი ფავორიტი. არის ვერძი. ფავორიტი ამ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელიწადი იქნება ვერძსათვის. შემდგომ წარმატებული ვინ იქნება სასწორი. იქნება ძალიან. შემდგომ კიდევ ერთი წარმატებული ნიშანი ჩვენ ყავს ამ წლის განმავლობაში. აბა ვინ როგორ ფიქრობთ? მე მერწყული? როგორ მომინდა რომ მე ვიყო? შენამდე მივიღოთ. არა. აბა. ერთ-ერთი წარმატებული არის ტყუპები. აქვე ტყუპი, აი ტრამპი. კი, ტრამპი. წინა წელიც და ეს წელიწადიც, კი ბატონო. შემდგომ ეხლა უყურე, როგორ აღნიშნავთ, ნახოთ. ეხლა ჯერ ნახე მორიელს რაჭერს. მორიელს პრობლემები აქვს, ესე იგი თებერვლის თითქმის ბოლომდე. მერე თანდათან სიტუაცია მშვიდდება და ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება ვარსკვლავური პერიოდი, როგორ აღნიშნავ შენ ფერებში. ესე იგი მე მორიელს გავაკეთებდი ესე, ნახევარი იყოს ნეიტრალური, არა ცუდი შავი. უნდა გაყო, 3 ნაწილად. სამად გავყო. ესე იგი თებერვლამდე პატარა ნაწილი არის ცუდი შავი. მორიელი, ესე იგი თებერვლამდე არის შავი. შემდეგ შუა პერიოდი ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ნეიტრალური. ნეიტრალური და ოქტომბრიდან უკვე პოზიტიური. იწყება ვარსკვლავური პერიოდი. ეს მარტო მორიელი ეს ეკლექტიკა თუ და სხვა. ხო, არა, ეს არის პირველ რიგში. ეხლა შავად შეგვიძლია ჩვენ დავხატოთ შილდოსანი მთლიანად, იმიტომ რომ უმძიმესი წელიწადი. აი მე ღმერთო, შემეცოდა ვინც არის შილდოსანი. შავი, მაგრამ სიყვარულის გზით თუ არა? ყოფილი პრეზიდენტი ირაკლი ალასანია და ასე შემდგომ კი ბატონო. მაგრამ თუ არის სიყვარულის გზით არაფერი არ შეიძლება. თუ არის რასაკვირველი, არა მეტი შანსი იქნება, უფრო მშვიდად. ეს არ არის აუცილებელი, გინდა თუ არა რაღაცა ცუდი, მაგრამ ჭირდებათ განსაკუთრებული სიმთხილე. არავით არის ზედმეტი სარისკო მოქმედებები, მით უმეტეს ბიზნეს საქმიანობაში, რათა დანაკარგების და პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდნენ, ხო? ამაზეა საუბარი. კაი, კურო.
ეხლა ავნიშნოთ კუროსთვის არის აქაც შენ შეგიძლია ორ ნაწილად გაყო კურო. ნეიტრალური. პირველი ნაწილი არის ნეიტრალური წლის და მეორე ნაწილი კარგი, რომელიც ხელს უწყობს უკვე იდეების კონკრეტულ რეალიზაციას. პირველ ნახევარში კურო განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას. აქ ცოტა ინფექციური დაავადებების ტენდენციამ შეიძლება ეჩინოს თავი. მეორე ნახევარი უკვე ხელს უწყობს საინტერესო იდეებს, შეხვედრებს, მოლაპარაკებებს და წარმატებული იქნება აშკარად. აჰა. კერჩხები ჩვენ პრემიერ-მინისტრია დღევანდელი. ხო, მინდა გითხრათ. როგორი წელი ექნება ჩემ პრემიერს? მე მინდა გითხრათ, რომ არა, ხა ცალკე კვირიკაშვილზე თუ ვისაუბრებთ, შეიძლება, არა, ხო, შეიძლება წელს დაასრულოს მან თავისი პრემიერობა, არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ წლის დასაწყისში მეორე შესაძლებლობის ალბათობა ძალიან მაღალია. აკაც შეგვიძლია კერჩხები ორ ნაწილად გაყავი. პირველი ნაწილი ნეიტრალურია. ნეიტრალური, მეორე ნაწილი წლის მეორე ნახევარი უკეთესია. ოღონდ თავარია იქამდე მივიდეს კერჩხები შესაძლებლობის გარეშე. აჰა, ლომი. ეს არის თავარი. აი ლომთათვის მინდა გითხრა, რომ აი ხა შენ როგორ აღნიშნავ ამას, მე არ ვიცი. ხუთქულიანი სისტემით ლომის წარმატების ფაქტორი არის 4-იანს. ანუ ლომს პირდაპირ თლიანობაში კარგია, მაგრამ არა ისეთი, როგორც მაგალითად ვერც ქონდა. ვერც 5-იანზე. მაგრამ არ ცუდია. არა, 4-იანი გადასტარებია. აჰა, ვერც დაუწევ. საშუალოც არ არის, კარგია, ოღონდ 4-იანს. ვერც წითელი და 5-იანი. აი ესეთ დეტალები. ეხლა ქალწულისთვის კარგი წელიწადია, მინდა გითხრათ, წარმატების შანსი საკმაოდ მაღალი აქვს, მათ შორის ბიზნეს სფეროში. ჯანმრთელობა უმჯობესდება ამ ნიშნისა, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთგაგება მატულობს, ამიტომ შანსები ძალიან კარგი აქვს მას. ეხლა თხის ქაზე გადავედით. თხის ქას თხოვ ყველას. რაც შეიძლება მეტად აქტიურონ, რატო? იმიტომ რომ ბოლო 3 წელიწადში საუკეთესო წელიწადი აქვს ეს. მე რეკნება 2000 მე რეკნება 2018 ძალიან მძიმე, როგორც ახლა აქვს შილდოსანს, ესეთი ეკნება 2018 თხისკას და 2019 ეკნება ბრწყინვალე. ამიტომ აი ესეთი აქვს გამოიყენოს მამლის წელი, ანუ მაქსიმალურად გამოიყენოს, ანუ რაც ყველაფერი საჭირო ახლა გაკეთდეს, რომ შემდეგი წელი მშვიდად გაიაროს. მერწყული, ნეიტრალური. მთლიანად არის ნეიტრალური წელიწადი მერწყულისთვის. რო თქვა, რომ რაღაც გადასარევი არა, მაგრამ ცუდიც არ არის. 4-იანზე. 4-იანზე ცოტა ნაკლები, არა, ლომი. 3-იანი პლუსით დაუწერე. 3 პლუსით, ხო, აი დაახლოებით ეს. და თევზები. თევზები სუფთა 4-იანი. გვაქვს საშუალება რომ 4-იანი? კი, იმიტომ რომ შემოქმედებითი კუთხით შეუძლია წარმატებებს მიაღწიოს ამ ნიშანმა. შიგადაშიგა განსაკუთრებით უკვე მარტის თვიდან ბიზნეს სფეროში შეიძლება წარმატებებს მიაღწიოს, მაგრამ სუსტი წარდელი აქვს ცოტა ჯანმრთელობა წლის პირველ ნახევარში. ამათაც ინფექციური რაიმე? აი, ინფექციური იყოს ცოტა ყურადღებით ამ თვალსაზრისით. განსაკუთრებული სიფრთხილე იანვარში და თებერვლის პირველ ნახევარში. თევზებს. ბატონო, რაიმე განსაკუთრებული აღნიშვნა თუ აქვს რომელიმე ზოდიაკოს ნიშანს, ან ცუდი, ან კარგი კატეგორიულად? აი, არის ერთი კატეგორია. შილდოსანში გადის ურიბორუტი პლანეტი, სატურნი და შავი მთვარე. შავი მთვარე შეუერთდება, როგორც კი გამბუა მორიელიდან თებერვალში პირდაპირ გადავა შილდოსანში, შეუერთდება სატურნს, ბოროტ პლანეტას და ორი პლანეტა მთელი წელი იქნება ამ ნიშანში. და როგორ შეიძლება თავი დავიცვათ, ხო? ინფორმაცია ხა პრინციპში ძალაა ჩვენი. გეტყვი როგორ, სიმშვიდე შინაგანი სტაბილურობის დაცვა, არანაირი ზედმეტი სარისკო მოქმედებები და ავანტიურული მოქმედებები, ხო? თქვენ სირგლივ რა ხალხი იკრიბება, იმიტომ რომ ამ დროს მაღალი ალბათობა საეჭვო პირების შემოსვლისა. აი, რამდენად ფრთხილი ხართ თქვენ, რამდენად ცდილობთ, რომ ესეთი საზოგადოება არ მოვიდეს. მოდის ინფორმაცია გადაამოწმეთ. ხელი აფს არ მოაწეროთ ისეთ ორ შეცდომებს დაუშვათ. აი ამის აქ მაცდუნებელი ძალა გამოჭერაზეა შილდოსნის, სადღაც სუსტრაფე იყოს, შეცდომა დაუშვას, იქ რაღაც არ განსაზღვროს. ამაზე ტრავმულობა, ავარიულობა, ესე იგი, რადგან ეს ნიშანი ყოველთვის ჯირითობს მანქანით. ესე იგი, ამჯერად ჭირდება ორმაგი სიფრთხილე და აზარს არ აყვეს საჭესთან. თორე შეიძლება ამჯერად სულად დაასრულოს. ანუ მაინც ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენს სიმშვიდეს, ჩვენს სიფრთხილეზე, მაგრამ შილდოსანს ეს უჭირს. რატო ცეცხლის სტიქია? სვეჩქარება, სულ ცეცხლი გიზგიზებს, სულ ტემპში უნდა, ვერ ისვენებს, დიქტატორული თვისებები აქვს, სარკასტული გამოთქმები აქვს, მორიელმეს კარგად იცის რას ნიშნავს და ასე შემდგომ, ხო? აი ეს უნდა ცოტა დაიოკოს. ეს ახლა სიმშვიდე შეუძლია კურომ, თხის ქამ, კი ბატონო, კარგად ეს მათი ბუნებრივი თვისებაც არის. ამისთვის ეს პრობლემაა და ამიტომ ცოტა უნდა დააძალოს თავი და ნებისყოფა ჩართოს. შილდოსანი ხავთ მე მეგობარი, ვისგან ძალიან გაბრაზებული ხართ. არა, პირიქით. მე ძალიან მე ყველა მეგობარი თითქმის ყავს მორიელი.
მორიელი, თითქმის რა ვართ ეს მორიელები? თვითონ რა ზოდიაკის ნიშნის? მე კურო. კურო. კი, მაგრამ შვილდოსანი ყავს შვილი, შვილდოსანი ყავს დედა, ამიტომ ჩემთვის ძალიან ახლობელი. მე ღმერთო, ალბათ ისინი ძალიან ინფორმირებულები არიან, როგორ უნდა შეხვდნენ და გაატარონ. გაფრთხილებულები არიან, ანუ შეიარაღებულები და სიფრთხილე ძალიან. ეხლა ჩვენ დაგვავიწყდა, აქ არ დაგვავიწყდა შემოკარგება აღმოსავლური ზოდიაკის. ეგ აუცილებლად. ეს უნდა შევახამოთ. თორე ზოგჯერ აი ხა უყურეთ, რა შეიძლება მოხდეს? ვერც ვამბობთ, რომ კარგი წელიწადია, ხო? მოდი, აი აქ ჩამოვწერთ ცალკე გრაფაში მოკლედ. 5 წუთი გვაქვს სულ ბატონო მიშა. ხო, აი როგორ მოახერხებ, არ ვიცი, თუ მოახერხებ, ხო კარგი? ესე იგი, რისით გამიდა მაყურებლისთვის, რომ ეს გავარკვე, რატო გვინდა შეხამება? აი ვერც მაგალითად კარგი წელიწადი აქვს, ხო? მაგრამ თუ იგი დაბადებული ამ დროს ვირთხის წელიწადში ვირთხა უპუჭებს საქმეს. 5-იანზე აღარ იქნება 3-იანამდე ჩამოვა. თუ ის დაბადებულია მამლის წელიწადში, ორმაგად კარგი წელიწადია, 2-5-იანია. არ ვარგა, თუ დაიბადა მამლის წელიწადში. ანუ ეს მე რისით გამიდა, ახლა ამას ესე ყველაზე ვერ აღნიშნავ ცალ-ცალკე, რომ მაყურებელმა ეს გაითვალისწინოს, რატო ვამბობ. ესე იგი, ზოგადად, აი ვისთვის არის კარგი წელიწადი? მამალი მთავარი ფავორიტი, დრაკონი გაცილებით უკეთესად იგრძნობს წელს მამლის წელიწადში, ოღონდ ეს ხდება 28 იანვრის შემდგომ, გავითვალისწინეთ, როცა მამალი შემოვა. ძალიან კარგი წელიწადია მათთვის, ვინც დაბადებულია ასევე გველის წელიწადში, წელს ძალიან უჭირდა და აი გაისად უკეთესად იგრძნობენ თავს, ხარის წელიწადში და თხის წელიწადში დაბადებულები. ლომის წელიწადში? ეხლა ვირთხა მე აღვნიშნე, ვირთხას ცოტა უჭირს. ვირთხა წერია ვერცთან, მაგრამ არა, ვირთხებს რატო წერია მინუსში? იმიტომ რომ ვირთხას უჭირს მამალთან. ეს ერთი, ამიტომ პრობლემური წელიწადია, ხო? მისთვის. შემდგომ ვის უჭირს კიდე მამალთან? მამალთან პრობლემა აქვს ცოტა ცხენს. ამიტომ პირველი ნახევარი უფრო რთულია, მეორეში ცოტა გამოიღვიძებს, რო იტყვიან. ცხენი და ცოტა უჭირს ტახს. ტახსაც შეიძლება პირველი ნახევარი რთული კონდეს ფინანსური კუთხით განსაკუთრებით. მეორე ნახევარში უკვე უკეთესად წავა პროექტების რეალიზაციის კუთხით. ეს ნიშნები უნდა იყონ ძალიან ფრთხილად, ყურადღებით, აი დანარჩენები, რომელიც არ აღვნიშნეთ, მათთვის საშუალო. ეხლა ეს წელიწადი მითხარით, ვინც ვეფხვის წელიწადში ვართ და საშუალო წელიწადია ვეფხვის. 4-იანზე ისიც? არა, ნუ მოდი თქვათ ასე 3+. ხო? რა გინდა მშვენიერია. რადგან აქ ჩვენ გვაქვს 4-იანი ლომზე, ნუ არა უშავს, ნუ თითქმის 4-იანი. ყოველ შემთხვევაში მე ვფლი, რომ ეს არ არის ცუდი. სტაბილურობას ყოველ შემთხვევაში მოგცემს 4-იანი. სტაბილურობა ყოველთვის ვირთხა და მაიმუნი რომ საოცრებაა დუეტში ეს ვიცით კარგად და მივხვდი და ახლა მამალიც თუ ცუდად არის ჩემთან რა გავაკეთო? მე რა ვქნა მე? ცუდად ნუ ვიტყვით. არა, შენ რა უნდა გააკეთო? ერთ-ერთი გიტყვი მე შენ. რა გშველი შენ ხო ახლა აი შეხამებას რატო ლაპარაკობ? მორიელს რას უშვებ? მე ამიტომ გითხარი, შენ უნდა იყო ფრთხილად თებერვლის დაახლოებით 20 რიცხვამდე, ხო? მაქსიმალურად. თებერვლის 20 რიცხვიდან როგორც კი შავი თვარე მორიელიდან გამოვა, შენ იგრძნობ, რომ თანდათან შვიდდები, უფრო სტაბილური ხდები, გესმის? და აი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, როცა იუპიტერი გადმოვა შენ ზოდიაკში, შენ ნახავ, რომ მამალი შეიძლება შენ დამხმარეთ აღმოჩნდეს და წარმატების მომტანს. მოკლედ ერთი რაც დავიმახსოვრე ეგოისტურად მორიელებს ვეტყვი, რომ თებერვალში იყავით ფრთხილად, იმიტომ რომ ყუდის მოქნევა იცის წლის ბოლოს, სწორედ აი თებერვლის ბოლოს. მით უმეტეს კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ენერგეტიკა ძალიან მძიმეა დედამიწის ამ დროს. ამიტომ არა მარტო დაავადებები, ეკოლოგიური კატასტროფები, სხვა სახის ტრავმები, ავარიები, ყველაფერი მატულობს. წლის ბოლო ხო ზოგადად ხასიათდება ნეგატიური რაღაცა მოვლენები და ენერგიების წლის დასაწყისს. ბოლოს და დასაწყისს. თებერვალი და იანვარი იქნება ყველაზე ალბათ რთული. ცოტა მარტიც პრობლემებს შექმნის, მაგრამ თებერვალი, იანვარი განსაკუთრებით, იმიტომ დედამიწის აი რო ნახოთ აი გრაფიკულად, ხო? ბიოველი არის ნულის ქვევით. ამ ზონებში და ეს და მე აპრილის მერე იწევს? აი აპრილის შუა რიცხვებიდან იწევს ზევი და უკვე ჰარმონია შემოვა. ყველა უკეთესად იგრძნობს თავს. და აი აქ ჩვენ გვაქვს დაძაბულობა, შინაგანი გეომაგნიტური ველი იცვლება დედამიწის, ამიტომ ეს მოქმედებს გულსიძარღვიან სისტემაზე, ნერვულ სისტემაზე, ამიტომ ადამიანები დაძაბულები და გაღიზიანებულები არიან. და პლუს ამას ემატება რა? ჩვენ არ ყოფნის მზის ენერგია, ავიტამინოს აქვს ადგილი და ამიტომ არ ყოფნის ადამიანის ის საოცრო ენერგია, რომელიც აუცილებელია რომ შვიდად გამლოს. ამიტომ ეს ერთად რადგან მაგრამ რა ხან ვიცით უკვე თუ მივახცეთ აპრილში რადგან არა მივახცეთ რომ მეტი სიფრთხილე მეტად დაისვენეთ შეზღლების და გვარად მეტად სუფთა ჰაერზე კონტაქტი ბუნებასთან არა ნუ აგერ გვაქვს გუდაური გვაქვს ბაკურიანი როცა გვაქვს საშუალება გავიდეთ ცოტა ვისუნთქო და რაღაც ამდაგვარი ხო გავაკეთოთ დადებითი ემოციები პირველში ჩემო კარგო ემოცია ტვირი
ტვინი მოქმედებს, ხო აქ? კარგი ინფორმაცია, კარგი ერთმანეთთან სიყვარული და დღის შოუს უნდა უყუროთ ხშირად ჩვენგან ხო, რა თქმა პოზიტიური და უნდა, კარგი დღის შოუ ინფორმაცია მოდის ყოველთვის. გაწვით ისეთ რატომაც ინფორმაციას, არა, რომელთაც ბევრ რატომაც ფრთხილად არა. და კარგად იცხოვთ. მადლობა მოგზანებისთვის. დიდი რომ მადლობა, ავიწურა. მადლობა თქვენ. ერთი რაც ვიცი, მეგობრებო, არ იდარდოთ ინფორმაცია მიღებული გაქვთ, იყავით ოდნავ ფრთხილად შულდოსნებო, დანარჩენს კი შედარებით კარგი წელი გაქვთ. მაგიდაზე დაიდეთ ბანანი, მანდარინის ხე, ცირცელი და ხორბალი მიმოფანტოს თქვენმა მეკლე მისმოა და მეცხრეთ ძალიან კარგი წელი გექნებათ. წითელი სანთელი. წითელი სანთელი ახალ წლისთვის დავანთო. და რაც შეეხება იანვარი, თებერვალი ვიყოთ მეტად გაფრთხილებულები წლის ბოლოს. გაცემის შემდეგ ნაწილში კეტრინ ჩაგვერთვება რუსთაველის თეატრიდან დღეს საღამოს 10 საათზე ითით რომ მეხუთე ეპიზოდია პროექტისა შეგიძლიათ ცეკვა და მაკა ზამბახიძეც გვიმღერებს ახალ სიმღერას დროებით.